ბოის სცენაზე წლების წინ გამოვიდა და მანდილოსნებთან ერთად მელომანების გული მალევე დაიპყრო. საუკეთესო 4-ეულის რეპერტუარის მოსასმენად არც კასეტებზე დაუზოგავთ ფული და არც რომელიმე კონცერტი გამოუტოვებიათ. სიმღერების ტექსტებით ზეპირად იცოდნენ, ყვითელი ჟურნალების გვერდებზეც მათ ინტერვიუებს ეძებდნენ და საძინებლის კედლებსაც მათი პოსტერებით აჭრელებდნენ. მერე მოხდა ის, რამაც ბევრს გული დასწყვიტა. ჯგუფი ერთ-ერთმა წევრმა პიკასომ დატოვა, თუმცა მის მაგივრად კოლექტივში პაატა ცეცხლაძე მიიღეს და ბოიბენდის ღირსეული წევრის სტატუსიც მალევე მიანიჭეს. თუმცა კოლექტივის არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ქუჩის ბიჭები სცენიდან გაქრა, მაგრამ ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ბოიბენდი ისევ სცენაზე, ამჯერად Night Office-ში დგას. ძველი ქუჩის ბიჭები აუცილებლად გაგახსენდებათ, იმიტომ რომ ძველი შემადგენლობით ვართ და ძველ ჰიტებსაც ვიმღერებთ და ახლებსაც ამ ყველაფერთან ერთად. ჩვენი სამეგობრო ყოველთვის დადის ჩვენს კონცერტებზე, მათთან ერთად კიდე ახალი მეგობრები, რომლებიც მათ მოყვებიან ხოლმე და ახალი თაყვანისმცემლები, რომლებსაც ჩვენი ახალი შემოქმედება მოსწონთ. დაბრუნების კონცერტი უკვე გავაკეთეთ ჩვენ პიაცაზე, გავაკეთეთ თამამი განცხადებაც მაშინ, რომ ეს კონცერტი იწყდა, ანუ ჯგუფმა დავიწყეთ აქტიურ ფაზაში გადავედი ჯგუფი. ეს იყო ზუსტად ბათუმის პიაცის კონცერტი, ხოლო რაც შეეხება ეხა უკვე იმდენად აქტიურად ჩავერთეთ და აქტიურად დავიწყეთ სიმღერების გაკეთება, კლიპების გადაღება, გადაცემებში მონაწილეობა, რომ მერწმუნეთ ახალ წელს სადაც უნდა გადართოთ, ყველგან ჩვენ ვიქნებით. კოლექტივის სცენას რამოდენიმე ახალი ვიდეორგოლით ჩუმჩუმად მიეპარა და მერე დიდი დაბრუნება ბათუმში მოაწყო. ჯგუფი მსმენელის წინაშე პირვანდელი სახით წარსდგა და იმასაც მიგვახვედრა, რომ სამამულო შოუების მეორე სუნთქვა გახსნილები შეუერთდნენ. ყველაფერი ჩაჩუმებულია, ყველაფერი ესეთი მიძინებულისავითაა. ჩვენ კიდე არ გვიყვარს, ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ, ყოველთვის ესე გავიარეთ მთელი ეს ახალგაზრდობის პატარა ბავშვობის წლები და გადავწყვიტეთ, რომ დღეს თბილისში ესეთი live drive კონცერტი გაგვეკეთებინა. გვექნება რამოდენიმე ახალი სიმღერა, გვექნება დუეტი, ერთი და შემდეგ კიდე მეორე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრამა გავაკეთეთ იმისთვის, რომ Night Office-ში კარგი კონცერტი შედგეს და შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას ამ პროგრამით ახალ ალბომსაც გამოვუშვებთ, ძველი და ახალი ჰიტებით, რომელიც დღეს თქვენ წინაშე წარსდგება, ესე ვთქვათ. Night Office-ში მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ, თუმცა ყველაზე მეტად კლუბში უკრაინული წარმოშობის მომღერლის ივანა მელაის გამოჩენა გაგვიხარდა. რომ არა ცოტა ხნის წინ გავარდნილი ხმები, ვიფიქრებდით ივანა უბრალოდ კოლეგების პატივსაცემად მოვიდა თქო. Я хочу им пожелать, чтобы вот тот огромный старт, который у них был когда-то, да, чтобы он продолжился сейчас. Чтобы их совершенству никогда не было предела, потому что они это заслужили. И это если говорить о профессиональных качествах. А если говорить о них как о людях, то это прекрасные, настоящие, добрые друзья. И я рада, что я обрела таких друзей. თუმცა გარდა ჯგუფის ყველა ამ თვისებისა, ივანას ქუჩის ბიჭებში კიდევ ერთი რამ, უпростоრედ ვიღაც მოსწონს და ამის შესახებ დიდი ხანია ყველამ ყველაფერი იცის. ივანა და გურამ ლომიძე ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა ჩვენ და გასაკვირად კამერებთან ურთიერთობების შესახებ არც ერთი არ ლაპარაკობს. ან როგორც ივანას ხშირად უთქვამს, პირად ცხოვრებას თავისთვის იტოვებენ. მომღერალი არც ამჯერად ყოფილა გულახდილი და პირად შეკითხვაზე პრინციპი საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა გამოიყენა. И не только друзей. Это вы сейчас, я у вас спрошу, можно? С кем вы встречаетесь? Ой, здесь в зале, я могу показать.
ყველაფერი ნათელია და ამას ზურა ხაჩიძის მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას და ივანას მეგობრული სიახლოვეც მოწმობს. ჩემი ცოლის დაქალები თუ ჩვენი ცოლები დაქალები, რა მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის ბიჭების კონცერტს არც პატარა ანასტასია ხაჩიძე დაკლებია. გასაგებია რომ ზურას ქალიშვილის კლუბურ სცენაზე ნახვა არ სურს, მაგრამ ანასტასია ხაჩიძე მომღერალ მამას სცენის ქვემოდან სიამაყით უყურებს. შენ არ გინდოდა რომ გემღერა? კი. მაგრამ რატო არ იმღერო? მამიკო, მითხრა არ შეიძლებაო. ნინისთან ერთად გიყვარს სიმღერა? კი. სად არის ნინი? შენებაში. არც ისაა გამორიცხული, რომ ანასტასიამ ერთ დღესაც უფროსი დის ადგილი დაიკავოს და ქუჩის ბიჭების და ნინი ქარსელაძის შემდეგ დუეტი ბოიბენდმა და პატარა ანასტასიამ ჩაწერონ. მე წინამდები ვარ ყოველგვარ რატომღაც რო კლუბებში ანასტასია გამოვიდეს ჩვენს გვერდით. ეს თქვა ბათუმში იმღერა ჩემთან ერთად და ნინი სამწუხაროდ არ არის კიდე ქარსელაძე, რომ მასთან ერთად შეგვესრულებინა ახალი სიმღერა აჭარული. მაგრამ ბევრ კარგ სიახლეს პირდები ჩვენს ესე ვთქვათ მსმენელს, ვინც დღეს მოვიდა აქ. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული დაბრუნების შემდეგ ბიჭებმა რამოდენიმე სიმღერაც ჩაწერეს და ვიდეო რგოლიც გადაიღეს. მოკლედ იმაზე ბევრის გაკეთება შეძლეს, ვიდრე ამას დღევანდელი ახალგაზრდა მუსიკალური თაობა აკეთებს. როგორ მომენტია, იცი, ვერ გაქრებოდნენ ჩემთან, იმიტომ რომ ძირითადად ქუჩის ბიჭები ჩემს სიმღერებს ასრულებენ და კიდე ერთად თანამშრომლობთ ჩვენ და ასე ვთქვათ ერთი გუნდი ვართ. რა ვიცი, მონატრებით არა, პირიქით გამანებეთ თავი, აღარ მინდა. ჯგუფი რომ ერთიანი არის დღეს, ეს ძალიან მახარებს და ეს მიხარია რომ აი ნაიყოფში საღამო საათებში ერთად ის ადამიანები ისეთ რაღაცა ძველ სიმღერებს, მოისმენთ ახალ ექსკლუზიურ სიმღერებს და იმედ მაქვს ქუჩის ბიჭები მე საინტერესო პროექტს შესთავაზებს საზოგადოება. რაც ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ახალ სიმღერებთან ერთად. Night Office-ის სცენაზე ბიჭებმა წლების წინანდელი სიტუაცია გააცოცხლეს, თუმცა ამიერიდან კოლექტივისგან საკმაოდ განსხვავებულ რეპერტუარს უნდა ველოდოთ.